აპირებს და ეს ძალიან ცუდია. წარმოუდგენელი მოცემულობა. ასეც მოხდა. ყველას ეჭვს თვალით უყურებ. ძნელია ძალიან ჩემს გვისაბის თქმა, მაგრამ არ ვიცი, სრულიად დაბნეული ვარ. ნაცდება სტუდიაში. ყველა ვიხსნით ნიღაბს. მოკლედ ეხლა ძალიან ავიჭერე. სიმშვიდეს ვინ არჩუნებ, ამაზე მეც არაფერს ვიტყვი. მენდეთ დამიჯერე. ასე შეგაშიდეთ. ბოლო სიტყვა. ჩვეულებრივად შეგვისრულათ ყველა. მოგესალმებით. კვირა საღამოა. კлау მაგიდასთან სხდომის 9 მოთამაშე, კлау 2 ნიღბიანი და 7 პატიოსანი მოქალაქე. ტელემაყურებლებო, მოგესალმებათ. სოციალურ დედუქციური ყველაზე რეიტინგული სამაგიდო თამაში ნიღბების ღამე. მაშასე, დღევანდელი ჩვენი მაგიდის წევრები არიან. ნომერი 1, ქეთი გომართელი. მოგესალმებით, მინდა არხს მიულოცო ახალი პროექტი, რომელიც დარწმუნებული ვარ ყველა რეიტინგს მოხსნის. ნომერი 2, სანდრო კაჭახიძე. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, მიხარია რომ ამ მაგიდის წევრი ვარ და იმედია რომ საინტერესო თამაში გამოვიდა. მადლობა. ნომერი 3, ანუკა ბუავა. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს და იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან საინტერესო თამაში იქნება. მადლობა. ნომერი 4, კატო მიქაცაძე. მოგესალმებით, ძალიან მიხარია დღეს თქვენთან ყოფნა და წარმატებულ თამაშს გისურვებთ. მადლობა. ნომერი 5, გური ჭელიძე. სამშვიდობის დღევანდელ სუფრას მე გაუძღვები, იმიტომ რომ ისეთ ადგილზე ვზივარ. კაი თამაში უნდა გამოგვივიდეს და ერთმანეთს უნდა მოусმინოთ. მადლობა. ნომერი 6, დათუნა მგელაძე. მოგესალმებით ყველას. ჩემი რჩევა იქნება რომ მოусმინოთ ერთმანეთს და ავაკვირდეთ და აქედან გამოვიტანოთ დასკვნა. წარმატებები ყველას. ნომერი 7, სოსო მალანია. მოგესალმებით ყველას. მივესალმებით თქვენ მაყურებელს და წარმატებებს გისურვებთ ყველას. ნომერი 8, თათია თექთურმანიძე. მოგესალმებით, მიხარია რომ დღეს აქ ვარ, ვიმედოვნებ რომ საინტერესო თამაში გველოდება წინ. და ნომერი 9, მადონა კოიტე. მოგესალმებით, მიხარია თქვენთან ერთად ყოფნა, მივესალმები მაყურებელს და იმედია რომ პატიოსანი ადამიანები გაიმარჯვეთ. შვენიერი, მე კიდევ ერთხელ ყველას მინდა გისურვოთ წარმატება. 7 პატიოსანი მოქალაქე ეძებს 2 ნიღბოსანს, ხოლო ნიღბიანები ეფარებიან ნიღაბს და ცდილობენ რომ პატიოსან მოქალაქეებად გაასაღონ თავი. თამაში იმ მომენტიდან დაიწყო, როდესაც თქვენი ბარათები ნახეთ და მაგიდასთან ყველამ გაიგო საკუთარი როლი. ამ მომენტში ნიღბოსნებმა არ იციან ერთმანეთის შესახებ და არც მაყურებელმა იცის ვინ არის ნიღბოსანი. უნდა გითხრათ, რომ სამაჯური, რომელიც გიკეთიათ, გვაძლევს თქვენი პულსის ვიზუალიზაციას და მაყურებელი ხედავს თქვენს გულის ცემას. სულ მალე გაიხსნება თამაში. სასაუბროდ ყველა თქვენგანს ექნება 1 წუთი, აუცილებელია რომ აკონტროლოთ დრო, რადგან თუ გადააცილებთ თქვენს დროს, ან თუ სხვას ჩაეჭრებით საუბარში, მიიღებთ გაფრთხილებას. მეოთხე გაფრთხილების შემთხვევაში დატოვებთ თამაშს. წინა ეპიზოდიდან საფინალო მაგიდაზე გადავიდა გიორგი გაგლოევი. მაშასე, თამაში იხსნება. მაგიდას ხსნის ნომერი 1, პირველი ნომრის 1 წუთი. კიდევ ერთხელ გამარჯობა ყველას, მიხარია რომ ესეთ არაჩვეულებრივ შემადგენლობასთან ერთად მიწევს თამაში. დარწმუნებული ვარ რომ თამაშის პროცესისგან თითოეული ჩვენგანი მივიღებთ დიდ სიამოვნებას და ასევე იმედს ვიტოვებ რომ გავიმარჯვებთ პატიოსანი მოქალაქეები. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ჯერჯერობით რთულია ვინმე რაღაც ნიშნით გამოარჩიო და თქვა რომ ნიღბოსანი, აქედან გამომდინარე თან პირველი ვარ და წარმოუდგენელი მოცემულობა. ყველას დავაკვირდები და მე უკვე მივიღებ გადაწყვეტილებას და მონაწილეობას მივიღებ ხმის მიცემაში. მოკლედ, წარმატებები ყველას. მადლობა. 2 ნომერს უნდა მოусმინოთ, 2 ნომრის 1 წუთი.
კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ყველას გისურვებთ წარმატებულ თამაშს, უფრო მეტად პატიოსან მოქალაქეებს ბუნებრივია, გამომდინარე იქიდან, რომ მეც პატიოსანი მოქალაქის ბარათი მერგო ამ თამაშში. რისი თქმა შემიძლია, ბევრის არაფრის, თუმცა ჩემი დაკვირვებით ამ მომენტისთვის შემიძლია ვთქვა, რომ მე-9 და მე-6 ნომერი ნიღბის მატარებელი ადამიანები ჩემი აზრით არ არიან, გამომდინარე იქიდან, რომ ვაკვირდებოდი ახლა მათ და ისინი ძალიან ესე გულდასმით სწავლობენ თითოეული ადამიანის მიმიკას, ჟესტიკულაციას და მასზე იქცევი, როდესაც შენ ხარ პატიოსანი მოქალაქე და ცდილობ ამოიცნო ხომარ მალავს რომელიმე მონაწილე თავისი აი ამ რაღაც გამომეტყველების მიღება ნიღაბს. ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში მე-9 და მე-6 ჯერჯერობით არ მგონია. დანარჩენებზე თავს შევიკავებ, დავაკვირდები როგორ განვითარდება პროცესი. მადლობა. მადლობა 2 ნომერს. 3 ნომრის 1 წუთი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, გისურვებთ ყველას წარმატებულ თამაშს. ბუნებრივია ჯერჯერობით ჩემთვის ცოტა ნაადრევია რაღაცის თქმა, დავაკვირდები მოვლენების განვითარებას და შემდგომ დავაფიქსირებ კონკრეტულ პოზიციას. მადლობა. 4 ნომრის 1 წუთი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ძალიან მიხარია რომ დღეს თქვენთან ერთად ვთამაშობ ამ ძალიან მაგარ თამაშს. ემოციურ დონეზე შემიძლია შევაფასო მხოლოდ და მხოლოდ ჩემი წინა მორბედები. პირველი ნომერი ჩემთვის ძალიან ნეიტრალური იყო, არც არ გამიჩნდა ის მომენტი, რომ შავი კარტი შეიძლება იყოს. მეორე ნომერის დაკვირვება ძალიან მომეწონა და შესაძლებელია, რომ წითელი კარტი იყოს, იმიტომ რომ აკვირდებოდა თამაშის მოთამაშეებს. ჩემთვისაც უფრო მეტად პოზიტიურია ამ ჭრილში. მესამე ნომერი უფრო ნეიტრალურია, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი არაფერი არ უსაუბრია. მე პატიოსანი მოქალაქე ვარ. მე ვაკვირდებოდი მარცხენა მხარეს და შემიძლია ვთქვა, რომ არა მარტო მე-6 და მე-9, მე-8 და მე-7 ნომერიც ძალიან აკვირდებოდა თელს მაგიდეს და მოთამაშეებს. ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ვიტყვის ხვალს, მე პატიოსანი მოქალაქე ვარ და დავაკვირდები თამაშს. მადლობა. 5-იანს მოусმინოთ. 5 ნომრის 1 წუთი. მოგესალმებით მეგობრებო. ეს ძნელი არის, ხო ხვდებით, თავიდანვე როგორ უნდა თქო ვიღაცას, მაგრამ ვისაც უყურებ, ყველა მეეჭვება. ხო არ დავასახებ, მაგრამ თავს შევიკავებ და მე ვიცი რომ უნდა დავასახელო და მე ყველაფერს გეტყვით, არაფერს არ დავმალავ. კი ბატონო, მადლობა. 6 ნომერს უსმენთ. რა, ჯერ ვერ ხვდები. მეც ესე ვაკვირდები თითოეულს, თუმცა ესე პირდაპირ ჯერ არ შემიძლია დავასახელო და მოდი მივყვეთ დინებას. წარმატებები ყველას კიდევ ერთხელ. მადლობა 6-იანს. 7 ნომრის 1 წუთი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას და რავი, ესე ძალიან რთული არის ახლა პირველივე საუბარზე, ვინმეს ესე ვთქვათ ხელი დავადო. პატარა ჩემი ეჭვები მაქვს, მაგრამ თავს შევიკავებ, იმიტომ რომ არ მინდა ვიღაცას თვალში ცუდად მოხვდე. ხო და მოკლედ რავი, აი მართლა არ ვიცი რა, ძალიან რთული არის და ცოტა შორიგზიდან ვარ მოსული და პირველივე ეტაპზე არ გამაგდოთ ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ სულ ესე ცხოვრებაში პირველს მაგდებენ ხოლმე რა. მადლობა 7 ნომერს. 8 ნომერს მოусმინოთ. 8 ნომრის 1 წუთი. მე მგონი 7 ნომერი უკვე манипуლირებს, რომ შორიგზიდან არის მოსული და გთხოვთ არ გამაგდოთ და ასე შემდეგ და შეიძლება რომ ზუსტადაც ის იყოს ნიღბის მატარებელი, თუმცა იმ ნომრებიდან ვინც ისაუბრეს, მე ამ ეტაპზე მგონია რომ 2 ნომერი არის ნიღბოსანი. მადლობა. 9 ნომერს უსმენთ. 9 ნომრის 1 წუთი. ყველას ძალიან კარგად ვაკვირდებოდი და ვცდილობდი, რომ რაღაც ელემენტარული მიმიკა მაინც დამეჭირა და ფაქტიურად ვერც სერჩი ვერაფერი ვერ აღმოვაჩინე ჯერჯერობით, მაგრამ ის პრივილეგია მაქვს, რომ მაქვს იმის საშუალება, რომ ყველას კარგად მოусმინო და იმის იმედი მაქვს, რომ პირველ ჯერზე თუ არა მეორეჯერ თუ მექნა იმის საშუალება, რომ მეორე ეტაპზე გადავიდე, ალბათ გარკვეულ პოზიციებს ჩამოვაყალიბებ. ჯერჯერობით არ ვიცი, ნამდვილად ვერავიში ვერაფერს ვერ ვამჩნევ და მგონია, რომ ყველა ძალიან გულწრფელია და ეს ძალიან ცუდია. ალბათ საკუთარ ალღოს უნდა ვენდო. მადლობა. დასრულდა ამით პირველი წრე. მოდი პირდაპირ გადავალ ცუდ ინფორმაციაზე და გეტყვით, რომ ახლა ერთ-ერთი თქვენგანი დატოვებს მაგით. მაგრამ სანამ დატოვებს, მანამდე უნდა დაბნელდეს, უნდა გაიცნონ ერთმანეთი ნიღბოსნებმა, ბევრი რამე მოხდება, ამიტომ ნელდება და ყველა ვიფარებთ ნიღაბს. მაყურებლისთვის კიდევ ერთხელ გავმარტავ, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ 2 ტიპის ბარათი. წითელი და შავი ან ნიღბით.
მაგიდაზე ახლა არის ორი ნიღბიანი და მაქსიმალურად ყურადღებით, მაქსიმალურად ფრთხილად და ჩუმად. ხოლოდ ის ორი ნიღბიანი იხსნის ნიღაბს და ეცნობა ერთმანეთს. ახლა უნდა გვანიშნონ, რომელს მაგიდის წევრს დაატოვებინებენ თამაშს. მაყურებელს მიმართავ, თქვენ თამაშის ბოლომდე არ გეცოდინებათ ვინ არის ნიღბოსანი. თქვენ გეკნებათ საშუალება რომ პატიოსან მოქალაქეებთან ერთად იმსჯელოთ თუ ვინ არის ნიღბოსანი. უნდა გითხრათ რომ გამარჯვებულ გუნდს ულეუსგან გადაეცემა საჩუქრები. ასევე გამარჯვებული გუნდიდან ერთი მონაწილე გადავა საფინალო მაგიდაზე, პროექტი თავად გადაწყვეტს, რომელი მონაწილე გადაიყვანოს საფინალო მაგიდაზე. ნახოთ, ვინ ვის ჩამოხსნის ნიღაბს და ვინ შეინარჩუნებს მას თამაშის ბოლომდე. ვერ გათენდება ჯერ, რადგან ნიღბოსნები ვერ შეჯერდნენ ერთ ვერსიაზე. ყველაფერი გასაგებია, გადაწყვეტილება მიღებულია. ნათდება ყველა ვიხსნით ნიღაბს. როგორც თქვი, ბევრი რამ მოხდებოდა. ასეც მოხდა. და ერთ-ერთ თქვენთაგან ვერ ვშტოვებით. მაგიდას ტოვებს ნომერი მაგიდას ტოვებს ნომერი 4 ნომრის 30-და. ასე შეგაშიდეთ? ბოლო სიტყვა. გრძნობდი რომ მე გავარდებოდი პირველი, ვიცოდი. მოულოდნელი არ იყო ჩემთვის. თამაში არ მომიწია ფაქტობრივად და ძალიან რთულია ასე დატოვო, ვინ შეიძლება იყოს შავი კარტი, მაგრამ არ ვიცი, 7 ნომერი უფრო მეწითლება, მგონია რომ ძალიან გულახდილად საუბრობდა. პატარა ჩემი ეჭვები მაქვს, მაგრამ თავ შევიკავებ, იმიტომ რომ არ მინდა ვიღაცას თვალში ცუდად მოხდე. და ცოტა შორიგზიდან ვარ მოსული და პირველივე ეტაპზე არ გამაგდოთ ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ სულ ესე ცხოვრებაში პირველს მაგდებენ ხოლმე რა. 5 ნომერიც ძალიან მეწითლება, მგონია რომ ისიც გულახდილად საუბრობდა. ვისაც უყურებ, ყველა მეეჭვება. ხო არ დავასახებ, მაგრამ თავ შევიკავებ და მე ვიცი რომ უნდა დავასახებო და მე ყველაფერს გეტყვი და არაფერს არ დავმალავ. აქეთ მხარეს მგონია რომ შავი ერთი არის, ერთი იქეთ ხო ბუნებრივია. მადლობა ძალიან დიდი ნახოთ. მადლობა, ვემშვიდობებით 4 ნომერს, გავაცილოთ 4 ნომერი თუ შეიძლება. თამაში გრძელდება, თქვენ ახლა მოგეცემათ საერთო წუთი, სადაც ყველა თქვენგანს აქვს საუბრის საშუალება. საერთო წუთი, დრო ჩაირთო. ესე იგი, პატიოსანო მოქალაქეებო, მოგმართავთ. ერთ-ერთი კანდიდატი შეიძლება იყოს მე-7 ნომერი და გაუშვეს ის ადამიანი, ვის თვლიდნენ, რომ იყო ყველაზე გამოცდილი. ეს არის ჩემი ვერსია. მე ვარ პატიოსანი მოქალაქე და ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრის მოსმენა. მეც გეთანხმები მაგ ლოგიკაში, რომელსაც შენ ავითარებ, თუმცა მაინტერესებს აი წინა ჯერზე შენ რომ თქვი რომ მეორე ნომერში დავინახე, რომ იყო ნიღბის მატარებელი, ანუ არგუმენტები არ დაგისახელებია და მაინტერესებს საიდან გაგიჩნდა ეს მოსაზრება. ახლაც მგონია რომ დამეთანხმე აუცილებლად ნიღბოსანი ხარ. რატო და ანუ არ ვიცი, აი თავიდან გამოგიჩნდა. ჭეშმარიტებას ამბობდე რა, თორდა დაგეთანხმე. არ ვიცი, აი ესეთი ინტუიცია მაქვს, მგონია რომ ნიღბოსანი ხარ. არ შენ რომ მითხრა რომ ორჯერ ორი ასევე ამოიწურა დრო. ყველას გექნებათ დრო. რა თქმა უნდა, გადავდივართ მეორე წრეზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა გაგვთ საშუალება დაასახელოთ კანდიდატები. კანდიდატები, რომელსაც შემდეგ უკვე კენჭი უნდა უყაროთ. მაშასე მაგიდა იხსნება 2 ნომრით, 2 ნომერი გახსნის მაგიდას. 2 ნომრის 1 წუთი. გავაგრძელებ იმ თემას, რაზეც ვსაუბრობდი. მე დაგეთანხმე შენ, იმიტომ რომ მარტივ ჭეშმარიტებას ამბობ, რადგან მე-7 ნომერმა თქვა რომ მე-4 ნომერი კარგად თამაშობს, შეიძლება თუ ის არის ნიღბის მატარებელი, მოიცილეს, ასე ვთქვათ, კარგად მოთამაშე ადამიანი.
თქვენთან დაკავშირებით მერვე ნომერთან, ანუ მე არ მგონია გულწრფელად რომ თქვენ იყოთ ნიღბის მატარებელი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მე მასახელებთ. სიმართლე გითხრათ, ანუ მე ესეთი განცდა მაქვს ერთი ნიღბის მატარებელი, აი ჩემს წინ ჯდომ სამ ადამიანს შორის ერთ-ერთი არის, თუმცა არ მგონია რომ ეს მერვე ნომერია. ამიტომ დასახელებისგან შეიძლება რომ ახლა თავი შევიკავო. გაქვთ ამის საშუალება, კი? დიახ, მაშინ შევიკავებ ამ ეტაპზე და დავაკვირდები როგორ განვითარდება მოვლენები. კი ბატონო, თქვენი ნება, მადლობა. 3 ნომერს უსმენთ. ჯერჯერობით თავს მეც შევიკავებ, ბუნებრივია, იმიტომ რომ მეტი არგუმენტი მჭირდება საკუთარ თავთან, რომ ვინმე დავასახელო და შესაბამისად დავაკვირდები მოვლენების განვითარებას კიდევ ერთხელ. მადლობა სამიანს. 5 ნომერს უსმენთ. მე საერთოდ თავშეკავებული ვარ, მაგრამ აი არ ვიცი, ხა მე მომესმა ხმა. გარდა ამისა, თავიდანვე მეორეზე მქონდა ეჭვი. ეხლა აქ ვინც ვართ, ყველა წვერს ვატარებ და ეს დავაკვირდი მე თვითონ რომ ვიხსნი ისა, ხოჭიანის ხმა აქ და რაღაც ხოჭიალის ხმა გავიგე. წვერზე ხახუნის და შეიძლება საერთოდ არ იყო ეს წვერზე და შეიძლება უბრალოდ ხმა იყო რაღაც, მაგრამ მეორეზე მგონი. 2 ნომრის კანდიდატურა მივიღო? დიახ, უნდა მივიღო. მიღებულია 2 ნომრის კანდიდატურა. მადლობა. 6 ნომერს უსმენთ. აკვირდები და ნამდვილად ვერ ხვდები. ეხლა 8 ნომერი ნამდვილად არ მგონია. 2 ნომერიც არ მგონია. მოკლედ ვერ ხვდები ჯერ ვინ დავასახელო ნამდვილად რა. აი შენს კარგად დააბრაგუნე, მეც მენა ძალიან კარგი მაქვს და კარგად. არა, დაბრაგუნებაზე არ არის ეს. არა, ამას არ დებ. აფარებული რო ქონდა, რაღაცა ხმა მომეს. გაფრთხილება 5 ნომერს, ერთი გაფრთხილება 6-იანს უსმენთ. თქვენი კანდიდატურა. ჩემი კანდიდატურა ჯერჯერობით არ ყავს. მადლობა. მე 7 ნომერთან მივედით ისე რომ მხოლოდ ერთი კანდიდატი ყავს და ეს არის 2 ნომერი, 7 ნომრის 1 წუთი. პირველ რიგში დიდი მადლობა რომ პირველივე ჯერზე არ გამიშვით და მე მგონი ანუ თლად ესეთი სუსტი მოთამაშეც არ ვარო, ვიზეც თავიდან აღნიშნე ის მოგვეშორებინა. ამას მე მგონი მიხვედრაც უნდა თავსაც არ გავიმართლებ. უბრალოდ არ მინდა კიდევ ერთხელ ვინმეს ხელი დავადო და ვფიქრობ რომ ჯერ ძალიან ადრე არის რაღაც დასკვნების გამოტანა. თავს შევიკავებ, მით უმეტეს 8 ნომერი პირდაპირ შეტევაზე გადმოვიდა ჩემთან, მაგრამ მე მას მაინც არ გადავემტერები, ესე ვთქვათ. და ამ ყველაფრისგან კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ რომ თავს ვიკავებ, დავაკვირდები მოვლენების განვითარებას და გამოვალ სიტუაციაში აუცილებლად ჩემს სასარგებლოდ მივიღებ გადაწყვეტილებას. მადლობა. 8 ნომერს უსმენთ. გონია რომ ორივე ნიღბოსანი არის მამაკაცი. იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან საეჭვო იყო რომ ვერ შეთანხმდნენ პირველივე ჯერზე. მგონია რომ ყოყმანობდნენ და დიდი ალბათობა არის რომ 7 ნომერი რადგან იძახის რომ ეგეთი სუსტი მოთამაშეც არ ვარ, 4 ნომერი გამეგდო, დიდი ალბათობით მაგიტო ვერ ჩამოყალიბდნენ თავიდან ვინ უნდა გაეგდოთ, არ ვიცი, ეს არის ჩემი ვარაუდი. გონია მაინც რომ მამაკაცები არიან, თუმცა 3 ნომერიც მე ეჭვება, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული. ჩემი მხრიდან რაც შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად პატიოსანი მოქალაქე ვარ. ხმის გაგებაზე თუ იყო კარტი რო ამოვატრიალე, ჩემგან აუცილებლად წამოვიდოდა რაღაცა წუხილის ხმა, იმიტომ რომ დღეს გულწრფელად მინდოდა რომ ნიღბოსანი მყოფილიყავი, მაგრამ სამწუხაროდ ესე არ გამოვიდა, ასე რომ გარწმუნებთ რომ დღეს მე ვარ პატიოსანი მოქალაქე და თუ თქვენს კართ პატიოსანი მოქალაქე, გვერდში დამიდექით. ჩემი კანდიდატურა არის ნომერი 7. 7 ნომრის კანდიდატურა მიღებულია. 9 ნომერს უსმენთ. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ცოტა გული დამწყდა მე-4 ნომერი რო წავიდა, იმიტომ რომ ძალიან კარგი მოთამაშე იყო და არ ვიცი ხა ზუსტად ვერ ვიტყვი ხა რომელ კატეგორიას ეკუთვნოდა, მაგრამ საინტერესო იყო მასთან ერთად თამაში და ვთვლი, რომ საინტერესო პატიოსანო მოქალაქემ დატოვა თამაში. მე არ ვფიქრობ, რომ მარტო მამაკაცები შეიძლება იყოს, ქალებიც შეიძლება იყოს. მანდილოსნები ძალიან ესეთი საინტერესო და საკმაოდ ესეთ ლოგიკურად რაღაც არგუმენტებს ასახელებენ. არ ვიცი, სრულიად დაბნეული ვარ და
აი ვერ ვიტყვი, ვიზე შემიძლია გავაკეთო, თქვათ არჩევანი, რაღაც ორი პოზიცია მაქვს, მაგრამ აი კიდე შევიკავებ თავს და თუ კი მექნება იმის საშუალება, რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდე, აუცილებლად შემდეგ უკვე ალბათ უფრო ჩამოყალიბდები და ლოგიკურად გავამაყარებ ჩემ ეჭვებს. პირველ ნომერს უნდა მოусმინოთ, რომელმაც თელმა გიდას უსმინა და შემაჯამებელი სიტყვა ეკუთვნის ახლა ნომერ პირველს. თელმა გიდას უსმინა ძალიან ყურადღებით და მინდა გითხრათ, რომ ყველას ეჭვის თვალით უყურებ, ყველაში ეჭვი მეპარება იმ მოსაზრებისგან შორსვა, რომ აუცილებლად მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცები შეიძლება იყვნენ ნიღბოსნები. საეჭოდ მეჩვენება რაღაცები კანდიდატის დასახელებისგან რომ თავი შევიკავო ამის უფლება მაქვს უბრალოდ ჩემი მიწები რომ გამოვიდე. კი ბატონო, რა თქმა უნდა, გაქვთ უბრალოდ მხოლოდ ორი კანდიდატურა დარჩება, 2-იანი და 7-იანი ამ შემთხვევაში. მეორე ნომრის შემთხვევაში თავიდან ეჭვი რატო გამიჩნდა ვიტყვი ამას, ანუ მე-6 და მე-9 ნომერზე გამახვილა ყურადღება, რომ ისინი თulis რო არიან პატიოსანი მოქალაქეები და ასევე ეცადა რომ მერვე ნომრის კეთილგანწყობაც მოეპოვებინა თავიდან. მე-9 და მე-6 ნომერი ნიღბის მატარებელი ადამიანები ჩემი აზრით არ არიან. თქვენთან დაკავშირებით მე-8 ნომერთან, ანუ მე არ მგონია გულწრფელად რომ თქვენ იყოთ ნიღბის მატარებელი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მე მასახელებთ, ერთი ნიღბის მატარებელი, აი ჩემს წინ მჯდომ 3 ადამიანის შორის ერთ-ერთი არის, თუმცა არ მგონია რომ ეს მე-8 ნომერია. არ ვიცი, შესაძლოა პატიოსანი მოქალაქეა და ესი არ უნდა ხელის დადება, შესაძლოა მათი დადებითი განწყობის იმედად უნდა რომ მოიგოს ნიღბოსანმა, მან და კიდევ ერთმა ადამიანმა. ასევე თავიდან ეჭვი მქონდა 9 ნომრის მიმართაც, რადგან თითქოს არ ნიღაბი რომ მოიხსნა და 4 ნომერს რომ დავემშვიდობეთ, არ გაუკვირდა. მაგიდას ტოვებს ნომერი 4. 4 ნომრის 30 წამი. დრო ამოიწურა. გადავდივართ თავის მართლების ფაზაზე, სადაც 7-იანს და 2-იანს მიეცემათ დამატებით 30 წამი. 2 ნომრის 30 წამი შეგიძლიათ იმართოთ თავი. ესე იგი, როგორც ხვდებით, ჩემს მიმართ პირველი, ასე ვთქვათ, ეჭვი გამოითქვა იქიდან, რომ რაღაც ხმა მოესმათ აქეთა მხრიდან, თუმცა ეს არ მგონია მაინც და მაინც რომ ეს იყოს ლოგიკური, იმიტომ რომ თქვენს გვერდზე მე-4 ნომერი, რომელიც საკმაოდ კარგი მოთამაშე იყო და ჩემს გვერდზე ანუ კაც, მათ არც ერთს არ დაუსახელებიათ, მით უმეტეს აქეთ მხარეს მომღერალი მიზის და არც მას გაუგია ესეთი სმენის პატრონ ადამიანს, რომ აქედან რაიმე ხმა ყოფილიყო, ამიტომ ეს მგონია, რომ ცოტა გამოგონილია, ან ჩემგან არ მოდიოდა ეს ხმა, არ ვიცი. მოკლედ, მეგობრებო, ჩემი დრო დამთავრდა, მე პატიოსანი. დრო მოიწურა. ვუსმენთ 7 ნომერს, თქვენი 30 წამი. თავის მართლებას არ ვაპირებ. როგორც თქვენ ჩათვლით, საჭიროთ ისე მოიქეცით, მაგრამ იცოდეთ, რომ პატიოსანი მოქალაქე გამოგაკლებათ და თქმა დამავიწყდა 9 ნომერმა აღნიშნა, რომ და მინდა მეც დავაფიქსირო, რომ ძალიან გული დამწყდა 4 ნომერმა, რომ თამაში დატოვა, იმიტომ რომ მართლაც კარგი და საინტერესო მოთამაშე იყო. მე ვარ პატიოსანი მოქალაქე და რავი, დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მადლობა. ამით ამოვწურეთ თავის მართლების ფაზა და გადავდივართ ხმის მიცემის ეტაპზე, სადაც ყოველი თქვენთაგანი მიიღეს მონაწილეობას. უნდა თუ არ უნდა. ესე იგი, ამ თანმიმდევრობით დავასახელებ 2-იანი და 7-იანი. ვინც 2-იანზე ხელს არ აწევს, ავტომატურად თქვენი ხელი წავა 7-იან. გასაგებია? მაშასე მოვიმარჯვოთ ნიღბები, ნიღბის აწევით უნდა გვანიშნოთ თუ რომელი მოთამაშე დატოვებს მაგიდას. მაშასე ყურადღებით იწყება ხმის მიცემის ეტაპი. ვინ ფიქრობს, რომ მაგიდა უნდა დატოვოს ნომერმა 2-მა 4 ხმა, შესაბამისად 4 ხმა გადავიდა 7 ნომერზე. 4 ხმა აქვს 7-იანს, 4 ხმა აქვს 2-იანს და თავიდან მოგეცემათ 30 წამი. 2 ნომრის 30 წამი. იცით რა, საინტერესო რაღაცას შევესწარეთ ახლა ამ მომენტში, დაეწია შემდეგ ხმების მე-9-ი და მე-6-ი ცოტა მოგვიანებით და კიდევ ერთი დეტალი, ანუ მე-5 ნომერმა, როდესაც ისაუბრა ხმაზე, და ეხლა მე მომცა ხმა, ანუ წარმოიდგინეთ, რომ ეს ხმა აქეთან
აქედან მოდიოდა. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ მეხუთე და მესამე ნომერი იყვნენ ნიღბის მატარებელი ადამიანები, იმიტომ რომ რაღაცმა მეც გავიგე, მაგრამ ნუ ამაზე არ მინდა დრო ამოიწურა. მაგრამ გაფრთხილების მესამე შეიძლება იყვნენ. კი ბატონო. 7-იანს მოусმინოთ, 7-იანის 30 წამი. მე იგივე პოზიციაზე ვარ, უბრალოდ ყველა მიხვდება რატო ავწიე. ალბათ ჩემი ხმა, ჩემი თავის გადასარჩენად, დანარჩენი მომინდია თქვენთვის. ხმას არ ვიღებ საერთოდ. სწორადაც ჩამოაყალიბა ჩემი აზრით თავის გამართლების დროს 2 ნომერმა და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ იცოდეთ, რომ პატიოსან მოქალაქეს ჩემი გაგდებით აუცილებლად დაკარგოთ. მადლობა. ახლა კიდევ ერთხელ უნდა გადავიდეთ ხმის მიცემის ეტაპზე. ყურადღებით იყავით. მონაწილეობას აღარ იღებს არც 7-იანი, არც 2-იანი. ყურადღებით, როგორც კი დავასახელებთ, აწიეთ პირდაპირ თქვენი ნიღაბი. ვინ ფიქრობს, რომ მაგიდა უნდა დატოვოს ნომერმა 2-მა? 4 ხმა. 4 ხმა 3 ხმის წინააღმდეგ, ასე გამოდის. 4 ხმით მაგიდას ტოვებს ნომერი 2. 2 ნომრის 30 წამი ბოლო სიტყვა. მოკლედ მეგობრებო, მე ასე მგონია, რომ ამ შემთხვევაში ნიღბის მატარებელი ადამიანები ერთი ყოველ შემთხვევაში არის აქეთ მხარეს, იმიტომ რომ როდესაც მეხუთე ნომერმა ხმაზე გააკეთა აქცენტი, მან იგულისხმა აქეთა ფლანგი, მაგრამ მე დამადანაშაულა და არა მაგალითად მის უფრო ახლოს მჯდომი პირობითად მესამე ნომერი ან მეოთხე უკვე გაგდებული იყო. ამიტომ გაფანტულიყო აზრები, შეიძლება ერთმა ნიღბის მატარებელმა მეორე დაიცვა ამით და ეს ხმა, რომელიც მესამესგან მოდიოდა, პირობითად მე დამაბრალა. მოკლედ გამარჯობა გისურვებთ პატიოსან მოქალაქეს. 2 ნომერს ვემშვიდობებით, გავაცილოთ 2 ნომერი. გავაცილოთ თუ შეიძლება 2 ნომერი. და უნდა გავაგზავნოთ თამაში, ისევ ბნელდება და ყველა ვიფარებთ ნიღაბს. დაბნელდა სტუდიაში. ძალიან ფრთხილად. ძალიან ყურადღებით, მაქსიმალურად ჩუმად ნიღბოსნები იხსნიან ნიღაბს და გვანიშნებენ რომელ მონაწილეს სურთ რომ დაატოვებინონ მაგიდა. გადაწყვეტილება მიღებულია. ნათდება სტუდიაში. ყველა ვიხსნით ნიღაბს. ალბათ ხვდებით რომ ახლაც ერთ-ერთი თქვენთაგანი დაატოვებს თამაშს. ეს გარდაუვალია. მაგიდას ტოვებს ნომერი დავებს ნომერი 5 ნომრის 30 წამი. ბოლო სიტყვა. ეს ძნელია ძალიან ჩემთვის ამის თქმა, მაგრამ ერთ შენიშნოთ თქვენ. ეს გოგონა ხმას არ იღებს საეჭვოდ, არ ვიცი. მადლობა. 5 ნომერს ვემშვიდობებით, დიდი მადლობა. გავაცილოთ თუ შეიძლება 5 ნომერი. თამაში გრძელდება. თქვენ ახლა გექნებათ ერთი საერთო წუთი. და ყველა თქვენთაგანს ექნება საშუალება რომ ისაუბროს. დრო ჩაირთო. თუ არ ვილაპარაკეთ პატიოსანმა მოქალაქეებმა. გავყვეთ თუ აქეთა მხრიდან იყო ხმაური. მაშინ უკვე არანა ხმაური დაივიწყე. ეს შეიძლება ყოფილიყო რაღაცა ნებისმიერი ფხაკუნი. იმდენი ილაპარაკა, ანუ შეიძლება ერთი ნიღბოსანი უკვე გაგდებულია. ვერსიასაც გვაქვს არსებობის უკვე. ხო, მაგრამ ანუ ძალიან მაიჭებს რაღაცა. ძალიან გთხოვთ, ვინც ხართ პატიოსანი მოქალაქე, ბევრი ილაპარაკეთ, რომ გაგვარცხოთ. ვიტყვი რა. შენ აი მართლა აი ბოლოსკენ მართლა დარწმუნებული ვიყავი თითქმის, რომ იყო მეხუთე ნომერი. იმიტომ რომ არ აჩერებდა ფეხს და ის დარტყმა, რომელ დარტყმაზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ, ეს დარტყმა იყო მართლა აქეთა მხრიდან და იმდენად ახლოს იყო ეს ხმა, რომ მეგონა რომ იყო მეხუთე ნომერი. უყურებთ და ხმებს, არა, ანუ უბრალოდ მე მგონი ამ თამაში ყველაფერს უნდა მივაქციო. ილაპარაკეთ. აი რა თქვით, რატო ხართ პატიოსანი მოქალაქე? სტრატეგია რომ 7 ნომერმა სპეციალურად გამისმულად მოკლედ მოახდინა ის რაც მოახდინა და ბოლოს ხმა მისცა 2 ნომრის გაგდებას. მე საერთოდ მეჩვენება. მე სხვა გზა დრო ვიჩუმე, საერთო წუთი ამოიწურა. მესამე წრეზე მივდივართ, მესამე ნომერი გახსნის მაგიდას, შეგახსენებთ რომ გაქვთ საშუალება რომ დაასახელოთ კანდიდატი. 3 ნომრის 1 წუთი. კი ბატონო, რომ გითხრათ რომ რამე კონტურები გამოიკვეთა ჩემთვის, ვერა ძალიან რთული სათქმელია, ბუნებრივია, მეგონა რომ იყო 5 ნომერი, ესე ამ პოზიციაზე ვრჩები ახლაც, თუმცა
არ ვიცი, ჯერჯერობით არ მგონია რომ ხაკუნი ან თუნდაც სიჩუმე იყოს რაიმე დამახასიათებელი ამ პროცესში, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში მე მირჩევნია რომ დავაკვირდა პროცესს, არ მყავს ჯერჯერობით გულწრფელად ვამბობ კანდიდატი, ვინ შეიძლება იყოს ან დავასახელო, ასე რომ თავს შევიკავებ. მადლობა სამიანს. 6 ნომრის 1 წუთი. მე უკვე ყავს და მე მგონია რომ ვიცი. იმიტომ მე მგონია რომ 7 ნომერია. 7 ნომრის კანდიდატურა მივიღო. მე ვეთანხმები რვიანის ლოგიკას მივყვები. და 3 და 7 შორის ვფიქრობ. და ამ შემთხვევაში მე 7 ნომერს. 7 ნომრის კანდიდატურა მიღებულია. მადლობა, ვუსმენთ 7 ნომერს. მოკლედ ახლა ძალიან ავიჭერი და ისევ თავის მართლობა მიწევს ამ ჩემ ერთ წუთში. ერთი იცოდეთ რომ მე თუ გავარდი მართლა პატიოსანი მოქალაქე ტოვებს მაგიდას. მოკლედ 3 ნომერზე მაქვს ეჭვი, მაგრამ აქეთ 8-ც არის და ახლა 6-იც გამოჩნდა. ხო და 8 ნომერი სულ მემადებს ხელს და ობიექტური მიზეზი მაქვს რომ მეც გადავიდე შეტევაზე, იმიტომ რომ უკვე დასასრულისკენ მიდის ასე ვთქვა თამაში. და აქედან გამომდინარე მე მაინც ჩემს სინდის და პატიოსნებას არ უღალატებ 8 ნომერიდან განსხვავებით, რომელიც ჩემზე ამბობდა და მე აწია მეორე ნომერზე ხელი, ამიტომ არ გადავემტერები მაინც და ვფიქრობ ჩემს მოსაზრებას გავყვე და 3 ნომერი მგონია რატომღაც ნიხბოსანი და კანდიდატია მიღებულია. ჩემი 3 ნომერი დიახ, თქვენ არ შეგიტევთ და იცოდეთ რომ პატიოსანი ვარ. მადლობა, დრო ამოიწურა 3 ნომრის კანდიდატურა მიღებულია დასახელებული ბე არიან. 7-იანი და 3-იანი. 8 ნომრის 1 წუთი. მე ვერ მივხვდი სინდის და პატიოსნებას რა მომენტში ვუღალატე, თუმცა 2 ნომერზე იმიტომ ავწიე რომ 2 კანდიდატი მყავდა, ეს იყო 7 ნომერი და 2 ნომერი. და ორივე მეგონა რომ იყო ნიღბოსანი და შესაბამისად ჩემთვის პრინციპული არ იყო რომელზე ავწევდი ნიღაბს, თავიდან 2-იანი დავასახელე და შემდგომ 7-იანი. 3 ნომერი არც მე არ მომწონს, უბრალოდ ძალიან მომწონს, ანუ ზედმეტადაც მომწონს ალბათ ისეთი ნიღბოსანის როლი აუცილებლად მოუხდებოდა, თუმცა ძალიან საეჭვოდ მომეჩვენა ის ფაქტი, რომ ნიღბოსანი ნიღბოსანს არ აგდებს და როცა ამბობთ რომ 5 ნომერი ეხლაც ნიღბოსანი გგონიათ, გონია რომ დაბნეული ხართ უბრალოდ, იმიტომ რომ 5 ნომერი რომ ნიღბოსანი ყოფილიყო, ნიღბოსანი ნიღბოსანს არ მოკლავდა. აქედან გამომდინარე ეს ზედმეტად დაბნეული მომეჩვენა. 9 ნომერს მე მგონი კანკალებს. მგონია რომ შეიძლება ნერვიულობის ნიადაგზეც როიწურება თქვენი კანდიდატურა? მოდით იყოს 7 ნომერი. მადლობა, 9 ნომრის 1 წუთი. არ ვიცი, არ მინდა რამეში შევცდე, თუმცა უკვე დრო მოვიდა იმის, რომ რაღაც გარკვეული პოზიციები დავაფიქსირო. იმდენად ლამაზად თამაშობს ქეთი, იმდენად ლამაზად თამაშობს, რომ და იმდენად აი იწვევს ჩემს სიმპათიას, არ ვიცი, ისე ძალიან მიყვარს თუ არა, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში აი 2 კანდიდატი მყავს. 2 არა ვიტყუებ, ყველაზე ვფიქრობ, რა გავაკეთო, ყველაზე ვფიქრობ, აი თქვენს მგონი ხართ, იმიტომ რომ არაჩვეულებრივად თამაშობთ, აი სიამოვნებას ღებულობ თქვენი თამაშით. დათუნახო აი შეუდარებელია. 7 ნომერი ყველამ დაასახელა და 7-ში ეჭვი მეპარება. 3 მეც მომწონს, მაგრამ ეგეც მგონია და რა გავაკეთო, არ ვიცი, საბოლოოდ შევჯერდები ალბათ. მოდით, ალოგიკური ვიქნები და პირველ და 6 დავასახელებ. ერთ-ერთი დასახელება შეგიძლია, ერთი მხოლოდ. რა ვქნა ორივე რომ ძალიან მიყვარს, რა გავაკეთო? ქეთუსია შენ დაგასახელე. პირველი ნომრის კანდიდატურა მიღებულია. მადლობა, დრო ამოიწურა. დასახელებულები არიან 7-იანი, 3-იანი და პირველი ნომერი. პირველ ნომერს მოусმინოთ, პირველ ნომრის 1 წუთი. იცით რა არის, მე 3 ნომრის ოლიმპიური სიმშვიდე მანც ვიფრებს ძალიან. იმდენად მშვიდად გაწონასწორებულად წყნარად არის, ესე მგონია რომ საერთოდ არაფერი მისთვის ბუნდოვანი არ არის ამ თამაში. ესე ვფიქრობ, შესაძლოა ვცდები, არ ვიცი, მაგრამ ეს ეჭვი გამიჩნდა. რაც შეეხება 8 ნომერშიც ეჭვი მეპარება, მაინც 7 ნომერი მგონია რომ პატიოსანია, იმიტომ რომ სულ თავდაცვის რეჟიმშია.
მოკლედ ეხლა ძალიან ავიჭერი და ისევ თავის მართლება მიწევს ამ ჩემ ერთ წუთში. ერთი იცოდეთ რომ მე თუ გავარდი მართლა პატიოსანი მოქალაქე ტოვებს მაგიდას და იცოდეთ რომ პატიოსანი ვარ. ყველა მიხვდება რატო ავწიე. ალბათ ჩემი ხმა, ჩემი თავის გადასარჩენად, დანარჩენი მომინდია თქვენთვის. ხმას არ ვიღებ საერთოდ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ იცოდეთ რომ პატიოსან მოქალაქეს ჩემი გაგდებით აუცილებლად დაკარგავთ. ესე მგონია რომ რატომღაც 7 ნომერი არის პატიოსანი და 9 ნომერი მიუხედავად იმისა რომ მე დამასახელა უზომოდ მიყვარხარ ჩემო ძვირფასო არ მგონი ხარ ნიღბიანი. დათუნაში თავიდან ეჭვი შემეპარა 6 ნომერში, მაგრამ მაინც არ მგონია, უფრო ლოგიკურად მგონია 8 ნომერი და 3 ნომერი. თქვენი კანდიდატურა. ჩემი კანდიდატურა 8 თუ 3. კარგი, არ დავასახელებ. მადლობა. 7-იანი, 3-იანი, 1-იანი. აი ესეთი თანმიმდევრობით გექნებათ ახლა თავის მართლების საშუალება. გადავდივართ თავის მართლების ფაზაზე. 7 ნომრის 30 წამი. როგორ ნაცნობ სიტუაციაში ვარ. მოკლედ, მე არ ვცვლი ზოგადად რამეს როცა ვამბობ, სულ მაგაზრს ვაწვევი და ისე ვაფიქსირებ რომ გონია 3 ნომერი, ნიღბოსანი და მე კიდე ერთხელ ვაფიქსირებ რომ ჩემი გაგდებით დაკარგავთ პატიოსან მოქალაქეს. მენდეთ დამიჯერეთ. თუ არ დამიჯერეთ, ბოლოს ნახავთ რომ პატიოსანი მოქალაქე ვარ. მადლობა. 3 ნომერს მოусმინოთ 3 ნომრის 30 წამი. კი ბატონო, სიმშვიდეს ვინარჩუნებ გამომდინარე იქიდან, რომ არაფერი არ მაქვს სანერვიულო ჩემი აზრით და ალბათ არც არავის გვაქვს აქ სანერვიულო. რაც შეეხება 7 ნომერს, საეჭოდ მეჩვენება მისი პოზიციები მუდმივად აქეთა ფლანგის მიმართ და შესაბამისად დაველოდები მოვლენების განვითარებას, ამაზე მეც არაფერს ვიტყვი, ბუნებრივია თავის სამართლებელი არ მაქვს, იმიტომ რომ ვარ პატიოსანი მოქალაქე. მადლობა. პირველ ნომერს მოусმინოთ პირველი ნომრის თავის მართლების 30 წამი. ხო, ნიღბოსნებმა თუ არ გინდათ რომ მოიგონ, მე აუცილებლად უნდა დამტოვოთ თამაში, ვინაიდან და რადგანაც ვარ პატიოსანი მოქალაქე. არ ვიცი მართლა 7 ნომერს გამოცდილი აქვს თავის მართლების რეჟიმში ყოფნა და არ ვიცი თავი როგორ უნდა დავიცვა, გარდა იმისა, რომ გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სახით დაკარგავთ პატიოსან მოქალაქეს და შესაძლოა მე უკვე მოიგონ ნიღბიანებმა. და ჩემი ეჭვის 3 ნომერთან მიმართებაში კიდევ უფრო გამყარდა რატომღაც. მადლობა. თავის მართლების ფაზა ამით ამოიწურა. ეხლა გადავდივართ ხმის მიცემის ეტაპზე. ყურადღებით იყავით, რადგან ჩამატებულ ხმას არ ჩავთვლი. 7-იანი, 3-იანი და პირველი ნომერი. აი ამ თანმიმდევრობით. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, თუ არც ერთ მათგანზე არ აწევთ თქვენს ნიღაბს, ავტომატურად ხმები გადავა ბოლო დასახელებულთან, ანუ პირველ ნომერთან. ყურადღებით. მაშასე, ვინ ფიქრობს რომ მაგიდან უნდა დატოვოს ნომერმა 7-მა 0 ხმა. ვინ ფიქრობს რომ თამაში უნდა დატოვოს ნომერმა 3-მა 3 ხმა. ვინ ფიქრობს რომ თამაში უნდა დატოვოს პირველმა ნომერმა 1, 2 და 3 ხმა გადავიდა პირველ ნომერზე. დაგვრჩა 2 კანდიდატი, 3-იანი და პირველი ნომერი, დამატებითი 30 წამი მიეცემათ, რადგან ორივე მათგანმა დააგროვა 3 ხმა. 3 ნომრის 30 წამი. იგივე პოზიციაზე ვრჩები აბსოლუტურად, არ მაქვს ნამდვილად თავის სამართლებელი, იმიტომ რომ ვარ პატიოსანი მოქალაქე. არ მესმის ჩემს წინააღმდეგ არგუმენტები, ვის რატომ გაუმყარდა იმასთან დაკავშირებით ეჭვი, რომ ვარ ნიღბიანი მოთამაშე. შესაბამისად, არ ვიცი, ცოტა გაურკვევლობაში ვარ, ბუნებრივია ველოდები გადაწყვეტილებას. მადლობა. პირველ ნომერს მოусმინოთ 30 წამი. თავის მართლების რეჟიმში ცხადია, არც ჩემთვის არის კომფორტული ყოფნა, მაგრამ წესები მოითხოვს ასე. ჩემი სახით დაკარგავთ პატიოსან მოქალაქეს და თუ გინდათ რომ მოიგოთ პატიოსანმა მოქალაქეებმა, მე არ უნდა გამომთიშოთ თამაშიდან. რაც შეეხება თქვენს ნიმისამართით ჩემს ეჭვებს, შეიძლება ესეთი სტრატეგია გქონდეს, მე პირველად თამაშობ თქვენთან ერთად და აქედან გამომდინარე ვერ ხვდები, მაგრამ ზედმეტად მშვიდი, გაწონასწორებული, ზომიერი, მოზომილი ბრძანდებით ტექსტებში, შეფასებებში. სიმშვიდეს ვინარჩუნებ გამომდინარე იქიდან, რომ არაფერი არ მაქვს სანერვიულო ჩემი აზრით და ალბათ არც არავის გვაქვს აქ სანერვიულო. ამაზე მეც არაფერს ვიტყვი, ბუნებრივია თავის სამართლებელი არ მაქვს. ბუნებრივია ჯერჯერობით ჩემთვის ცოტა ნაადრევია რაღაცის თქმა, დავაკვირდები მოვლენების განვითარებას. ჯერჯერობით თავს მეც შევიკავებ, ბუნებრივია, იმიტომ რომ მეტი არგუმენტი მჭირდება საკუთარ თავთან, რომ ვინმე დავასახელო.
და შესაბამისად დავაკვირდები მოვლენების განვითარებას კიდევ ერთხელ. დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა. მხოლოდ ეჭვს. პირველი და სამი ნომერი არ იღებენ მონაწილეობას ახლა ხმის მიცემაში. მაშასე ვინ ფიქრობს რომ თამაში უნდა დატოვოს ნომერმა 3-მა აწიეთ ნიღბები 3 ხმა. მემშვიდობებით 3 ნომერს 3 ნომრის 30 წამი. კი ბატონო, თუ ჩემი სიმშვიდით იმსჯელეთ ახლა და მიიღეთ ეს კონკრეტული გადაწყვეტილება, მინდა გითხრათ, რომ ძალიან შეცდით, იმიტომ რომ მე ვარ ადამიანი, რომელიც აკვირდება პროცესის განვითარებას. შესაბამისად, ჩემს სახეზე შეიძლება ბევრი მიმიკა ვერ დაინახოთ, ან გავიღიმოთ, თუმცა ეს არაფერს არ ნიშნავს, ბუნებრივია. ვარ პატიოსანი მოქალაქე და მინდა გთხოვოთ, რომ ყურადღებით დააკვირდეთ თითოეული მონაწილის არგუმენტებს და პოზიციას. მადლობა, ვემშვიდობებით 3 ნომერს, გავაცილოთ 3 ნომერი თუ შეიძლება. თამაში გრძელდება. თამაში გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდიაში დაბნელდება. დაბნელდება და ყველა ვიფარებთ ნიღაბს. და ახლა წნარად, შვიდად, ჩუმად, მაქსიმალური სიფრთხილით ნიღბიანები გვანიშნებენ, რომელ მონაწილეს ატოვებინებენ მაგიდან. მაყურებელს მიმართავ, თქვენ თამაშის ბოლომდე არ გეცოდინებათ ვინ არის ნიღბოსანი. თქვენ გექნებათ საშუალება რომ პატიოსან მოქალაქეებთან ერთად იმსჯელოთ თუ ვინ არის ნიღბოსანი. გადაწყვეტილება მიღებულია. მაშასე ნათდება სტუდიაში. ყველა ვიხსნით ნიღაბს. და კიდევ ერთ-ერთი თქვენთაგანი დატოვებს ახლა მაგიდას. მაგიდას ტოვებს ნომერი. ნომერი 8. 8 ნომრის 30 წამი. ნამდვილად მამაკაცი მგონია და მგონია რომ უკვე დარჩენილი არის ერთი ნიღბოსანი და ერთი უკვე გავარდნილია. არ ვიცი უკვე ეხლა ძალიან სულელური ნაბიჯი იქნებოდა ჩემი გაგდება თუ ეს მართლა 7 ნომერი არის, იმიტომ რომ ძალიან დაიწოვდა თავს და თუმცა ისე მეთანხმება რომ ბოლომდე მაინც მგონია რომ 7 ნომერი არ ვიცი, საერთოდ მეჩვენება და გავუშვით 7 ნომერი, მე პატიოსანი მოქალაქე. მადლობა, დრო ამოიწურა, ვემშვიდობებით 8 ნომერს, დიდი მადლობა, გავაცილოთ თუ შეიძლება 8 ნომერი, გავაცილოთ. ჩვენ კი გადავდივართ საერთო ერთ წუთზე, სადაც ყველა თქვენთაგანს აქვს საუბრის საშუალება, დრო ჩაიხტო. აუ, უკვე რაღაც 200 მაქვს. ეს რა არის? აი, ამდენი არ მინდა. აი, ერთადერთი არგუმენტი მაქვს ეხლა მე და თუ გამომყვებით, არ ვიცი, აი პატიოსანო მოქალაქეებო გეუბნები. პატივცემულმა 6-მა ნომერმა მე დამასახელა და როგორც კი საქმეზე მიდგა, ხმამისა 3 ნომერს. ჩემზე არა უწევია, საერთოდ. თან ბოლოს პირველ ნომერზე და 3 ნომერზე რო დარჩა აქცენტი აწევის დროს დაგვაცადა 8 ნომერსაც მეც და მე ბოლოს აწია თვითონ ნიღაბი. რატომაც გონია რომ 6 ნომერი არის ნიღბოსანი და ეს არის ჩემი აზრი. გონია რომ ესე არის რა. მაშასე საერთო წუთი ამოიწურა. იწყება კიდევ ერთი წრე, 6 ნომერი გახსნის ამჯერად მაგიდას, 6 ნომრის 1 წუთი შეგიძლიათ დაასახელოთ კანდიდატი რა თქმა უნდა. დრო. ცირა. თუ აქ პატიოსანი მოქალაქეებიდან ვართ, მართლა გულწრფელად გონია, აი მართლა გულწრფელად გონია, რომ ეს ადამიანი არის უკვე ყველანაირ გამართლებას უკვე ზღვარს გადაცილება. და მართლა გულწრფელად გონია, რომ ეს არის ნიღბოსანი. 7 ნომრის 7 ნომერი. 7 ნომრის კანდიდატურა მივიღო. 7 ნომერი. მიღებულია 7 ნომრის კანდიდატურა, ვუსმენთ კლავ 7-იანს თქვენი 1 წუთი. მოკლედ ესე კონკრეტულად პირდაპირ არ მისაურია მთელი თამაში და აი მართლა აი არ ვიცი 6 ნომერია ჩემი კანდიდატურა. კიდევ ერთხელ ვხსნი რომ თავიდან დამასახელა მე 3 ნომერზე როდესაც დადგა ჯერი და ბოლო მომენტი იყო პირველს და 3 შორის გაგდების. ყველაზე ბოლოს აწია თავისი ხმა, დაელოდა ყველას თუ რამდენი ხმა დაგროვდებოდა და მისი ხმა თუ რამე შეცვლიდა. მაშასე ვინ ფიქრობს რომ თამაში უნდა დატოვოს ნომერმა 3-მა აწიეთ ნიღბები 3 ხმა. აქედან გამომდინარე ვფიქრობ რომ 6 ნომერი არის ნიღბოსანი და ერთი რამე იცოდეთ რომ მე ვარ პატიოსანი მოქალაქე. მთელი თამაშია ვარ თავის მართლების რეჟიმში
და არ ამგონია რამე ისეც რო ხედავდეთ ამ თამაშის ბოლომდე ესე მოსულიყავი. ჩემი აზრი არის, რომ 6 ნომერი არის ნიღბოსანი. მადლობა. 9 ნომრის 1 წუთი. ქეთიზე შევიცვალე აზრი და მაინც 2 მგონია ან დათუნა, ან 7 ნომერი. მაგრამ თუ თქვათ ეს ბოლო ეტაპი იქნება, რომ და მე გავარდები, მაშინ ასე გავაკეთებ, რომ მაინც ჩემო რუსაყვარელს ადამიანთან დავრჩები და მაინც 7 ნომერს ვასახელებ. მიღებულია 7 ნომრის კანდიდატურა. პირველ ნომერს უსმენთ. ვიცი რა არის 8 ნომრის დატოვებულ სიტყვას, რაც შეეხება 7 ნომერთან მიმართებაში, ამ აზრსაც ვიზიარებ და მომხრე ვარ, მაგრამ ესეც შეიძლება იყოს, რომ 6 და 8 ნომერი იყვნენ ნიღბიანები და ბოლო წამს 6 ნომერმა 8 ნომერი გაწირა. ანუ ესეც შეიძლება იყოს სტრატეგიის ნაწილი. იმიტომ რომ დათუნას თავდაცვაც ცოტა სუსტი მომეჩვენა და არა გულწრფელი, არ ვიცი. თუ აქ პატიოსანი მოქალაქეებიდან ვართ, მართლა გულწრფელად გონია, აი მართლა გულწრფელად გონია, რომ ეს ადამიანი არის უკვე ყველანაირ გამართლებას უკვე ზღვარს გადაცილებული. და მართლა გულწრფელად გონია, რომ ეს არის ნიღბოსანი. 7 ნომრის კანდიდატურა მივიღო. 7 ნომერი. შესაძლოა ვწდები. ერთადერთი რაც ზუსტად ვიცი, მინდა რომ პატიოსნებმა გავიმარჯვოთ და აი ვეძებ ვინ არის, რატომღაც მგონია რომ მადონა არავითარ შემთხვევაში არ არის 9 ნომერი, 7-სა და 6 შორის თუ უნდა დავასახელო, უფრო 6 გონია. რა ვქნა? გასაგებია. თქვენი კანდიდატურაც მიღებულია 6-იანი და 7-იანი არის დასახელებული. ამ თანმიმდევრობით არის 6-იანმა დაასახელა ჯერ 7-იანი, შესაბამისად 7-яნის თავის მართლებას უსმენთ დღეს პირველად. 30 წამი 7-იანს. მოკლედ, ეხლა აუცილებლად უნდა გავიმართლო თავი. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს თამაში არის და ბოდიშის მოხდით, მაგრამ უსაყვარლეს ადამიანთან ერთად დავრჩები, ეს ჩემთვის მიუღებელი არის, იმიტომ რომ თამაში უნდა იყოს. რასაც ვფიქრობთ, ისე მივიღოთ გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ ვამბობ, ვარ პატიოსანი მოქალაქე და ჩემი აზრით ნიღბოსანი არის 6 ნომერი. თუ ვწდები, თამაშია ყველა ცდება, მაგრამ ჩემი აზრით 6 ნომერი არის ნიღბოსანი, მე ვარ პატიოსანი. მადლობა. 6 ნომრის 30 წამი. კიდევ ერთხელ გამეორდებ. უბრალოდ მენდეთ და გავაგდოთ 7 ნომერი. არ მოვაგებინოთ ხალხო, აი გულწრფელად ვიძახი, მართლა და მართლა. თამაშია, მე არგუმენტი ის არის, რომ აფარებულზე რაღაცებს მელაპარაკება და მე რო ჩავწერ, მე მემასახელებს და ანუ გულწრფელად ვიძახი, რომ ეს ადამიანი არის ნიღბოსანი. გასაგებია. დარწმუნებული ხარ? დარწმუნებული. პირველ ნომერს გაფრთხილება. მადლობა. დროა მოიწურა. დროა მოიწურა. ხმის მიცემის ეტაპზე გადავდივართ. 6-იანს და 7-იანსაც გაქვთ ხმის მიცემის საშუალება ახლა. ასე რომ ყურადღებით, ამ თანმიმდევრობით 7-იანი და 6-იანი. ვინ ფიქრობს, რომ მაგიდა უნდა დატოვოს ნომერმა 7-მა, აწიოს ნიღაბი 2 ხმა. ვინ ფიქრობს, რომ მაგიდა უნდა დატოვოს ნომერმა 6-მა 2 ხმა. მაშასე კიდევ ერთხელ გექნება 30 წამი. 7 ნომერს უსმენთ, 7 ნომერის 30 წამი. აუ 9 ნომერს ვთხოვ, ანუ ცოტა აი ყველანაირ დეტალს რო დაუფიქრდეთ, რა დეტალებიც მოხდა და უბრალოდ როგორც უსაყვარლესი ადამიანი ისე და დავრჩები მასთან ერთად თამაში, ესე რო არ მივიღოთ გადაწყვეტილება. ეს იქნება უბრალოდ ჩემი თხოვნა და მთელი თამაში კი მიყურებდით, როგორც სულ თავს მიმართლებდი და რატომაც 99% მგონია, რომ 6 ნომერი არის ნიღბოსანი. მე არ ვარ პატიოსანი მოქალაქე და იმედია სწორ გადაწყვეტილებას მივიღეთ ერთად. მადლობა. მადლობა. 6 ნომრის 30 წამი. აბსოლუტურად არაფრის მტკიცებას არ ვაპირებ, უბრალოდ მე ვიტყვი, რომ მე არ ვარ ნიღბოსანი და მე ვარ პატიოსანი მოქალაქე. გასაგებია. ახლა მოხდება შემდეგი რამ. ხმის მიცემის ეტაპზე აღარ მონაწილეობს არც 6-იანი, არც 7-იანი. დარჩა მარტო პირველი ნომერი და 9 ნომერი. შესაბამისად თქვენ უნდა გადაწყვეტოთ. მაშასე იწყება ხმის მიცემის ეტაპი. ვინ ფიქრობს, რომ ნომერმა 7-მა უნდა დატოვოს თამაში? 0 ხმა. შესაბამისად ორივე ხმა გადავიდა ნომერ 6-ზე. 6 ნომერს ვემშვიდობებით. 6 ნომრის 30 წამი ბოლო სიტყვა. აი თქვენ ახლა გააკეთეთ ის, რომ მოაგებინეთ ნიღბოსანს, იმიტომ რომ აბსოლუტურად ჯარგონს ვიხმარ, ჩვეულებრივად შეგვისრულათ ყველას. მე გაგაფრთხილეთ, მე გითხარით, რომ მე არა ვარ ნიღბოსანი. გთხოვეთ, რომ მენდეთ სიყვარულით, მაგრამ თქვენ რატომღაც ისე ჩათვალეთ, რომ არა, მე ვთქვი,
გილოცავ. მადლობა. 6 ნომერს ვემშვიდობებით. გავაცილოთ 6 ნომერი. თამაში გრძელდება და ბნელდება, ყველა მავიფარეთ ნიღბები. ფრთხილად ყურადღებით, მაქსიმალურად ჩუმად ნიღბიანები გვანიშნებენ თუ რომელ მაგიდის წევრს ატოვებინებენ თამაშს. გადაწყვეტილება მიღებულია. ნათდება. ყველა ვიხსნით ნიღაბს. თამაშს ტოვებს ნომერი 7. რამდენიმე წამში მაყურებელი მოთამაშეებთან ერთად შეიტყობს თუ ვინ თამაშობდა დღეს ნიღბის ქვეშ. და 9 ნომერი იმარჯვებს თამაში, ნიკოსტები იმარჯვებენ ამ თამაში. 9 ნომერი და 3 ნომერი დაჯილდოვდება უღლებულსგან, რადგან შესანიშნავი თამაში შემოგთავაზა 9 ნომერმა, ნიკოსტებმა მოიგეს ეს თამაში. გილოცავთ, შვენიერი თამაში იყო. ჩვენ ზუსტად ერთი კვირით გევშտოვებით, შესანიშნავი თამაში იყო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.